მოდით ამ სამზადისის ფონზე გადავხედოთ რა ხდება თბილისის გზებზე. მძღოლების ყოველდღიურობა, მათი მოსაზრებები დაზიანებულ გზებთან დაკავშირებით ქალაქში გზის საფარის მდგომარეობა ავტომობილების დაზიანებასთან ერთად ნაწილობრივ საცობების მიზეზიც არის. მერიაში კი ამბობენ, რომ პრობლემის მიზეზი ქალაქის ძველი მთავრობის მიერ არასწორად დახარჯული თანხაა. რა დაპირება აქვს მერიას? კიდევ უფრო შეფერხებული მოძრაობა და მანქანის შენახვისთვის გაზრდილი ხარჯები. თბილისის გზებზე არსებულ მდგომარეობას მძღოლები უმძიმეს უწოდებენ. ამ კადრების მიხედვით მარტივად შესაძლებელია თბილისის გზებზე არსებული მდგომარეობა. დისკომფორტი მოძრაობისას, რომელიც ავტომობილების ფლობელთა ბიუჯეტს სხვადასხვა მასშტაბით აზარალებს. მსგავსი სურათი დედაქალაქის ქუჩებში საკმაოდ ნაცნობია. პატარა ქუჩების გარდა სიტუაცია მძიმეა ცენტრალურ მაგისტრალებზეც. დადიანის ქუჩის ამ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოსვლა დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო, მაგრამ სამუშაოების დასრულების მიუხედავად უკვე რამდენიმე თვეა გზის რეაბილიტაცია არ დაწყებულა. რის გამოც მძღოლები ხშირად არიან ტექნიკური მომსახურების სერვისის სტუმრები. ხშირად შედიან საბურავებს საფუძები. სავალ ნაწილებს იამები გათხილდი იამები რო ეგ არის მიზეზი. ცირიუშტე. ძირითადად რა უფუძნებს? საბურავით ის კი, ავი ყველაფერი. რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებსაც საკითხი ყველაზე მეტად აღელვებთ? მაესტროს ტრიანმა თბილისის ქუჩებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა. მძღოლების თქმით, გარდა მატერიალური ზიანისა, გზის გაუმართავობა სხვა პრობლემებსაც იწვევს. საკმარისია პატარა ორმო გაჩნდეს დაზიანება სავალი ნაწილის. პირადად მეც ვფრთხილობ ნელა გადავიდე და ჩემი სიფრთხილით ჩემს უკან საცობი იქნება. ყოველთვე რემონტზეოთ რამის რა. ყოველთვე. აი მონაკვეთზე აი ეს სტრუქტურა თბილისში არ არსებობს რა, ასად არ არის. 2 წელი ასეთი ამბავია და რა ვიცი. ვითომ ამ მთავრობის იმედი მქონდა ესენც არაფერი. ხო უნდა დაეგოთ არა კაცო. ასე ამოთხარეს, ჩაყარეს ის მიზეზი არის ესეთი ამბავი. ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს ამ გზაზე სიარული 1 წელია უკვე ესეა და არ ვიცი როგორ რა იქნება და რანაირად არ ვიცი რა. გასაპირებს თბილისის მერია პრობლემის მოსაგვარებლად. ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ თბილისის ბიუჯეტში ახალ ხელმძღვანელობას საგზაო სამუშაოების ჩასატარებლად 6,600 ლარი დახვდა. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, ბიუჯეტში შევიდა ცვლილებები და მოხდა თანხების მობილიზება, რის შედეგადაც 2014 წლის ბოლომდე საგზაო სამუშაოებზე 12 მილიონი ლარი დაიხარჯება. მთელი თბილისის მასშტაბით, აი თითქმის ყველა რაიონში ორმოდი სამუშაოები დაიწყება პარალელურ რეჟიმში, ასევე კაპიტალური მშენებლობა იმ ნაწილში, სადაც კაპიტალური მშენებლობით იქნება სამუშაოები გასაკეთებელი, ახები გავყავით ბევრ ტენდერად იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა კონტრაქტორმა შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა ტენდერში და რაც შეიძლება მეტი კონტრაქტორის ძალისხმევით, ასე ვთქვათ, სწრაფად მოახერხოთ გზების რეაბილიტაცია. რამდენად საფუძვლიანად მოგვარდება პრობლემა, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.